მოგესალმებით მეგობრებო ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღეს გვექნება ცოტა სხვანაირი ვიდეო. ესე იგი მეგობრებო, დღეს მე გაჩვენებთ ჩემს საკოლექციო მოდელების მანქანებს. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, თხოვნა იქნება დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ხო და მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში გვექნება GT Spirit-ის მოდელები, ასევე გვექნება Solidos მოდელები და ასე შემდეგ. და დავიწყოთ. ხო და მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი Solidos მოდელი, რომელიც არის BMW M3. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი მოდელია მეგობრებო, დეტალები ძალიან კარგი აქვს. ამაში როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები, გადავიხადე 240 ლარი. რა თქმა უნდა, ასევე მეგობრებო, კარებებიც ეხება. მოდი ახლა მეგობრებო, ამ მოდელს სადმე აქ დავდებ. შემდეგი მოდელი მეგობრებო არის Porsche 911 Turbo, რომელზეც ამაზე უკვე გადაღებული მაქვს ვიდეო ჩემო მეგობრებო, შეგიძლიათ უყუროთ ჩემ არხზე დევს. როგორც ვახსენე, ესეც არის Solidos მოდელი მეგობრებო, კარებები ეხება. ასევე ვისაც გახსოვთ და ვისაც გაქვთ ეს ვიდეო ნაყურები და ერთხელ გამეჭედა ეს მანქანა სტენდში, ვერაფრის დიდებით ვერ ხსნიდი. დიახ, მანქანა სტენდიდან არ იხსნება. მაპატიეთ. და ბოლოს ჩემებმა იწვალეს და ძლივს გახსნეს ეს მოდელი და მოიღეს სტენდიდან. და ესე გამოიყურება მეგობრებო მოდელი, კარგად რო დაინახოთ. და შემდეგი არის მეგობრებო GT Spirit-ის Mercedes CLK, როგორ ქვია ძმა? CLK Mercedes-Benz CLK GT არის წითელი ფერის. და რო იცოდეთ მეგობრებო, GT Spirit-ის მოდელები არის ლიმიტირებული გამოშვება. ჯამში სულ გამოვიდა 999 ცალი ესეთი მოდელი მეგობრებო, მე მაქვს 440. მაგრამ სამწუხაროდ აი ძალიან ბევრი დეტალი აკლია, რატო არ ვიცი, აი რა გაუკეთე ამ მანქანას, მეც არ ვიცი. შეგიძლიათ ამაზე რამდენიც გინდათ მაგინეთ მეგობრებო, ფეხებზე მყიდია. აი სარკე აკლია აქ ერთი, აქ ასევე აკლია Mercedes-ის ემბლემა და ეს ფარები და ძალიან არ მომწონს მართალია ეს მეგობრებო. მაგის გარდა ჩემი აზრით ძალიან ლამაზი მანქანაა მეგობრებო, ძალიან ლამაზი მოდელი არის. და მეგობრებო, სულ დამავიწყდა რომ ეთქვა ეს სამივე მოდელი ვიყიდე მაღაზია Hobby Shop-ში და ამ მოდელში მივეცი 512 ლარი, ფასდაკლებით ისე 640 ლარი იღებს მეგობრებო მაგ მაღაზიაში GT Spirit-ის მოდელები რო იცოდეთ. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი მოდელია, უბრალოდ ძალიან ძვირი არის, ასევე ბორბლები ძლივს უმოძრავებს და რო იცოდეთ ეს არ არის სათამაშო, ეს არის აი საკოლექციო მოდელი, ძალიან ძვირია მეგობრებო. და თუ გაქვთ მეგობრებო ესეთი GT Spirit-ის მოდელი, ნებისმიერი ჩათვალეთ რომ ძალიან იხბლიანი ადამიანი ხართ ცხოვრებაში. ასევე ჩემსავით არ მოიქცეთ და გთხოვთ მოუარეთ ამ მანქანას, ეცადეთ რომ ძალიან ფრთხილად მოუარეთ და კარგ ადგილას დადეთ ეს მანქანა, რომ დეტალები არ დაკარგოთ ჩემსავით. შემდეგი მეგობრებო, ეს არის Dodge Challenger-ი, ესეც არის Solidos მოდელი მეგობრებო. ხო და ესეც ძალიან ლამაზი მოდელია მეგობრებო, ფასდაკლებით ვიყიდე 200 ლარად, ძალიან აი ლამაზი მოდელია ჩემი აზრით. ამასაც მოდი მეგობრებო აქ დავდებ.
და ხო და ეს არის ჩემი პრემიუმ კოლექციის მოდელები. ეხლა გადავიდეთ ჩინურ სათამაშოებზე. ცუდად ვარ იმენა ჩინური სათამაშოები რა მაკიდინა ძმა. შემდეგი მეგობრებო ეს არის მილანის ავტობუსი, რომელიც ვიყიდე მაღაზია ჯას სპორტში. ასევე იღება მეგობრებო კარებები და ყველაფერი, აი კარგად რო დაინახოთ, მე მგონი ვიცი კამერაში არ ჩანს, მაგრამ არა უშავს. შემდეგი მეგობრებო არის ეს BMW X6 წითელი, რომელიც აი ამის ბრენდიც არ ვიცი რა არის მეგობრებო. ვიყიდე XS სათამაშოებში 30 ლარად მე მგონი და აღარც მახსოვს აი რა ბრენდის მანქანაა, მარტო ერთი ის ვიცი რომ BMW X6 არის. შემდეგი მოდელი არის მეგობრებო Tesla Cybertruck-ი, რომელიც არის რა თქმა უნდა ჩინური სათამაშოა ესე ვთქვათ. მართალია ესენი ხარ არის საკოლექციო მოდელები, მაგრამ დამევასა ვიყიდე მეთქი მაინც დავდებ საკოლექციოდ მეთქი ვიფიქრე. ასევე მოყვება ეს პატარა ვაიმე ღმერთო ჩემო არ გამიფუჭდეს ეს მოდელი კიდე უფრო. ვაიმე რა ასევე მოყვება ეს პატარა კვადროციკლი მეგობრებო ამ Cybertrucks. ვაფშე მოდი ჯობია აი ამ მოდელებს ავიღებ აქედან ძმა. განსაკუთრებით ეს მოდელი არ გამიფუჭდეს ძმა კიდევ ამდენ გადაღებებში. ძმა, კაი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე შანგრობას. და ასევე რა თქმა უნდა ანათებს მეგობრებო ეს მოდელი და გამოსცემს ამ ხმასაც. შემდეგი მოდელი არის ეს თეთრი რაღაცა ტყვილი Mercedes-ი, ესე ვუწოდოთ. ამასაც რა თქმა უნდა იღება კარები მეგობრებო, ყველაფერი იღება და როგორც წინა Tesla Cybertrucks გამოსცემს ხმას. და ხო და მეგობრებო დაგვრჩა ეს ორი მოდელი, მაგრამ სულ ეს არ არის ამის მერე. პირველს განახებთ ეს არის McLaren-ი მეგობრებო, თეთრი McLaren-ი. ამას უბრალოდ ბატარეები არ უდევს წესით, თორე ესეც ხმას უნდა გამოსცემდეს. ასევე კარებები იღება რა თქმა უნდა. და შემდეგი მანქანა არის მეგობრებო Lamborghini Veneno. ესეც ჩემი აზრით ძალიან ლამაზი მოდელია. Lamborghini Veneno არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი და ფავორიტი მანქანა. ამასაც ეხება კარებები, მაგრამ უბრალოდ აი ძალიან ძნელია ამ მოდელის კარების გაღება, რატო არ ვიცი. ასევე ეს ძრავის ნაწილიც უკან ეხება მეგობრებო. ასევე ამასაც ბატარეები უჯდება მეგობრებო წესით, თორე წყალს რო ჩაასხამთ აქ უკან, წესით ბოლი უნდა გადმოდიოდეს როგორც ვიცი, მაგრამ არ მიცდია მე. ასევე ახლა გადავალ მეგობრებო მოდელები, რომელიც კიდევ გაუხსნელი მაქვს და მიდევს კოლოფში თავის შეფუთვაში. ეს არის მეგობრებო Lamborghini Huracan Buragosგან. ისე გაუხსნიდი, მაგრამ რავი მეზარება რატომღაც. ანდა კარგი მოდი გავხსნი ჯანდაბას, არა უშავს.
ვაიმე ძმა რა მჭიც, აი მაგის გამო აი წითელი Mercedes-ი ესე აი დეტალები რო აკლია იმენა. ესე აი რო არ ვფრთხილდები. ვაიმე. ესე გამოიყურება მეგობრებო ეს მოდელი, მწვანე Lamborghini Huracan არის. და მეგობრებო, ახლა ბოლოს დაგვრჩა Hot Wheels-ის მოდელები, ეს 3 მოდელი ვიყიდე, რომელიც დღემდე მაქვს გაუხსნელი. ეს არის Audi, ეს არის Lamborghini Centenario და ეს არის მეგობრებო Toyota Prius-ი. და აქ მეგობრებო მიდევს კიდევ ასობით და ძალიან ბევრი Hot Wheels-ის და Matchbox-ის მანქანები. და ხო არ შეიმჩნიოთ Cristiano Ronaldo-ს ტომარაში მიდევს ეს მოდელები. Muchas gracias, afición. Este para vosotros. ხო და მეგობრებო, ყველას დიდი ალბათობით ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოდელებია შიგნით, ერთი 100 ცალი მაინც მიდევს მეგობრებო. მაგრამ განახებთ ყველაზე საინტერესო რომელიც არის. ხო და მეგობრებო, აი როგორც თქვი, აი ძალიან ბევრი მოდელები მიდევს აქ. ბევრი მიდევს Hot Wheels-ები, Matchbox-ები, ძალიან ბევრი ასევე მიდევს პრემიუმის ძვირიანი მოდელები. განახებთ ყველაზე საინტერესო მოდელებს მეგობრებო. ეს არის ერთ-ერთი პრემიუმ მოდელი, რომელიც ამოვიდა კოლოფში, რომელიც ღირს 180 ლარი. ანუ 180 ლარი მივეცი ყოველ შემთხვევაში მე ზოგადად. ასევე მეგობრებო, ამას მოყვა ეს 3 მოდელი ამ კოლოფში. ეს 3 მოდელი პლუს ესეთი ტრაილერი 1.64 ზომის. როგორც ვახსენე, ამ მოდელებში გადავიხადე 180 ლარი ჰობი შოპის მაღაზიაში ადრე. ასევე მეგობრებო, მაქვს ეს Ferrari F40 კომპეტიზიონე და ეს Ferrari შეგიძლიათ ამცინოთ და ამ Ferrari-ის სახელი აღარ მახსოვს და ასეთი 2 ცალი მყავს. და კიდევ მეგობრებო, ეს ამაქვს ესეთი 2 მოდელი, ეს არის Hero Hata Mercy თუ რაც ხაქვია და ეს მწვანე Audi, მწვანე ლურჯ ფერში. ეს ორივე მეგობრებო არის super treasure hunt-ი რო იცოდეთ, ძალიან იშვიათია. და სულ დამავიწყდა მეგობრებო, ასევე ვიყიდე ეს ერთი მოდელი სულ ბოლოს Matchbox-ის Dodge Challenger-ი, ესეც ძალიან მაგარი მოდელია მეგობრებო. და ხო და მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო, დამიწერეთ თქვენი აზრი და როგორ შეაფასებდით ჩემ პატარა მოდელების კოლექციას. ასევე მეგობრებო, დამიწერეთ ვინ იცით აი თაროებს ვინ აკეთებს, იმიტომ რომ თაროების ყიდვა უეჭველი მინდა ამ მოდელებისთვის, აი ზოგადად დიდი და პატარა მოდელებისთვის. იმიტომ რომ მეგობრებო, ახალ სახლში ვაპირებ გადასვლას და მაგისთვის მინდა რომ დავაწყო ეს ჩემი მოდელები სადმე აი ნორმალურ დაცულ ადგილას. ხო და მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, თხოვნა იქნება დაალაიქეთ და ესე ჩამსხვრიეთ გამოწერის ხილაკი. ასევე ავიყვანოთ ეს ვიდეო 500 ლაიქზე და ვიყიდი ესეთ მეორე GT Spirit-ის მოდელს, რომელიც ღირს 640 ლარი და ძალიან ძვირია. დავიღალე მორჩა მცხელა უკვე ჩავთო ვენტილატორს, თორე დავიწვი.